რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსის, მერილენდისა და ნიუ-იორკის საცხოვრებელი უბნების თავზე სისტემატურად ჩანს დაუდგენელი საფრენი აპარატები. დრონები, რამაც საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. საკითხს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მთავრობას ჩარევისკენ მოუწოდა. ხოლო ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მავნე განზრახვის მტკიცებულება არ არსებობს. ნიუ-ჯერსის კონგრესმენმა კრის სმიტმა დაადასტურა დრონების არსებობა. ასევე შტატის მაღალჩინოსნები, მათ შორის სენატორი ენდი კიმი და გუბერნატორი ფილ მერფი აქტიურად იძიებენ საკითხს. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განმარტეს, რომ საფრთხე არ არსებობს, თუმცა დრონების წარმომავლობა კვლავ გაურკვეველია. პარალელურად დრონები დაფიქსირდა ამერიკის სამხედრო ბაზებზე დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალური მთავრობისგან ითხოვს რეაგირებას და ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის მათი ჩამოგდების უფლების მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ფედერალური ოფიციალური პირები ამ მოვლენებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დრონების ნაწილი შესაძლოა რეალურად იყოს მცდარად აღქმული და შეცდომით მოხდეს თვითმფრინავების ჩამოგდება. მოსახლეობას მოუწოდებენ დრონების დაფიქსირების შემთხვევაში მიეწოდონ მტკიცებულებები ხელისუფლებას. კანონმდებლები, მათ შორის წარმომადგენელი კრის სმიტი და ნიუ-იორკის გუბერნატორი კეტი ჰოჩული, ვითარებას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევენ და მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვენ. დრონების შესახებ ინციდენტები